ფოთელების შეტევა დარტყმაგარის მიმართულებით. კლიმოვის პირველი შანსი. კლიმოვისთვის თელავი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მოწინააღმდეგეა. სურაბიანი კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარიმოში, კბოზო მითამაშა თავით. კლიმოვი დარტყმაგარის მიმართულებით სარიელი კარიდან გამოიტანა ოდიშვილმა გიორგი აბუაშვილის დარტყმული. საწყისი წუთები არის ფოთის კოლხეთის. ამის თქვა შეგვიძლია თამამად. არველაძის კარგი მოქმედებები და საბოლოოდ დარტყმა შემოგთავაზა ვატომ, მაგრამ მიზანმა უმთხუნა, თუმცა თელაოსთა 10-იანის ეს მცდელობაც არის დასაფასებელი. ჩაწოდება საჯარიმოში, კბოზო დარტყმაგარის მიმართულებით. პირველი რეალური მომენტი თელაოს გრძელდება იერიში. გამოიტანეს ბოლოს სტუმრებმა. კბოზო იყო ახლოს სადებიუტო გოლთან. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა ხარიხამ გადაარჩინა კოლხეთი. ახლოს იყო ოდიშვილი, რომ გულშემატკივრების სურვილი ნატრა ესრულებინა. სანტიმეტრები დააკლდა ლადო ოდიშვილს. ხარიხამ გადაარჩინა ფოთის კოლხეთი. აბუაშვილი კარგი წრუ მოძრაობა დარტყმაგარის მიმართულებით პირდაპირ ხელებში ბურთით ანდილაშვილს, რომელსაც კარგად ჰქონდა პოზიცია შერჩეული. კარგია უბილავა. ნახოთ რა გაგრძელებას იყო, პასი შეიძლება ცეცხლაძეზე გაკეთდა, გადაცემა ცეცხლაძე. დაბალი ჩაწოდება ჟივიძე დაარტყა და კიდევ ერთხელ გაუტანა ფოთის კოლხეთს. დატო ჟივიძე იმსახურებდა ეს ფეხბურთელი გოლს. ძალიან მონდომებული იყო მთელი მატჩის განმავლობაში და ერთ-ერთი გამორჩეული თავისი გუნდის შემადგენლობაში. როგორც ბოლო შეხვედრაში ამ გუნდებისა ამჯერადაც მოახერხა ჟივიძემ გოლის გატანა, მაგრამ ეს შეტევა დაიწყო გიორგი უბილავამ. უბილავამ, რომელმაც მცირე სოლო რეიდი შემოგთავაზა, ძალიან კარგი პასი გააკეთა ცეცხლაძეზე და ცეცხლაძემაც საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. აი ეს სულა გიორგი უბილავასი. ძალიან კარგი გადაცემა და ცეცხლაძის ერთი შეხებით პასი, ახალაძე ვერ შეწვდა ბურთს და ჟივიძემაც მარტივად აჯობა კოტლიაროვს. გაისმა კვირიკაშვილის სასტონის ხმა, არველაძის დარტყმა კარის მიმართულებით კი არის სუსტი, მაგრამ სუსტი.